არჩევნების შემდეგ შეწყალებული საშიში დამნაშავეები სასჯელახსრულების სამინისტრო პრეზიდენტის მიერ გათავისუფლებული პატიმრების სიას აქვეყნებს, რომლებიც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს. განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში ყაჩაღობა, სტატისტიკა საგანგაშოა. მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულ და სახლში გაშვებულ პირთა რაოდენობა 532-ს აღწევს. მთავრობა საბოტაჟზე საუბრობს, უფლებადამცველებს კი ეჭვი აქვთ, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ ამ კატეგორიის პატიმართა ციხიდან გაშვება წინასწარ შემუშავებული სქემით და შეწყალების კომისიის გვერდის ავლით დაიგეგმა. ბექა ბარამიძე გაეცნო შეწყალებული პატიმრების სიას, მან უფლებადამცველებსაც მოусმინა. ბექა, ეთერში ხარ. მოგესალმებით. პრეზიდენტმა დაახლოებით ზუსტად 1544 პატიმარი შეიწყალა. უკვე ცნობილია ის თუ ვის როგორი ფორმით შეეხო პრეზიდენტის შეწყალების აქტი. გეტყვით, რომ სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა 1359 მსჯავრდებული. სასჯელის შეუმსუბუქდა 156 მსჯავრდებულს. მსჯავრი მოეხსნა 29 პატიმარს. საინტერესოა მსჯავრის სტრუქტურა, რომელიც გათავისუფლებულ პატიმრებს ჰქონდათ. ასე მაგალითად შეწყალებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული 532 პატიმარი, მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული 723 პატიმარი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის კი გასამართლებული 299 პატიმარი. საინტერესოა, რომ ამ რაოდენობიდან გათავისუფლდა განზრახ მკვლელობის მუხლით გასამართლებული 38 მსჯავრდებული, ხოლო განზრახ მკვლელობაში დამამძიმებელ გარემოებებში გასამართლებული 11 პატიმარი გათავისუფლდა. ამ დრომდე ჩვენთვის უცნობია თუ ვისი რეკომენდაციით ან რა კრიტერიუმებით მოხდა პრეზიდენტის შეწყალებულთა სიაში ამ პატიმრების სიის განსაზღვრა. სასჯელების ახსრულების სამინისტრო ამის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ფლობს. განმარტება ჩვენ ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოგვწეს. ამავდროულად პროცესში თანამონაწილეობა უარყო შეწყალების კომისიის ყოფილმა წევრმა ხათუნა ხერხეულიძემ, ხოლო კომისიის თავმჯდომარესთან ელენე თეოდორაძესთან ჩვენ დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. შეწყალებული პატიმრების დანაშაულებათა შინაარსის გაანალიზების შემდეგ სასჯელახსრულების სამინისტრო და ზოგადად მთავრობა პრეზიდენტის ამ შეწყალების ამ აქტში კონკრეტულად უკვე მიზანმიმართულ საბოტაჟის მცდელობაში ეჭვს კონკრეტულად უკვე ხედავს. საბოტაჟი, რომლის უკან სერიოზული სამოქალაქო საფრთხეები იმალება. მე პირადად, როდესაც შევისწავლე სტატისტიკა, როდესაც შევისწავლე კონკრეტული საქმეები, თუ რა კატეგორიის ადამიანები არიან გამოშვებულები, მე რჩება ეჭვი იმისა, რომ ეს არის გაკეთებული შეგნებულად, შეიძლება სხვადასხვა ქვენაგზნობების შედეგად მოხდა ამ ადამიანების გათავისუფლება, როგორც არის მაგალითად პირადი, ეს იქნება კორუფციული თუ სხვა და შეიძლება კიდე იმისათვის, რომ საზოგადოებას გარეთ შეექმნას საფრთხე და ეს იყოს პოლიტიკურად შემდეგ, ასე ვთქვათ, სალაპარაკო თემა. სასჯელახსრულების სამინისტროსგან მიღებული მასალების გაცნობის შემდეგ უფლებადამცველების განმარტება პრაქტიკულად identური აღმოჩნდა მთავრობის წევრების იმ განცხადებისა, რომელიც ჩვენ უკვე მოვისმინეთ. ისინი განმარტავენ, რომ შეწყალებულთა სიები პრეზიდენტს გარკვეულმა გავლენიანმა ძალებმა მოუზადეს იმათ, ვისაც მთელი განვლილი წლების განმავლობაში სასჯელახსრულების სისტემაზე კონტროლის მექანიზმები ჰქონდა მოპოვებული. ფარისეულობა ასე ფასდება პრეზიდენტის ბოლოდროინდელი რიტორიკა, რომელიც პარლამენტის მიერ ამინისტიის შესახებ მიღებულ კანონპროექტს მოჰყვა. ის რაღაცა ნიანგის ცრემლების ზღვრა, რომ თითქოს ის საზოგადოებრივ წესრიგზე ზრუნავს, ადამიანების უსაფრთხოებაზე ზრუნავს, მოქალაქეების და რაღაცა იმ თითქოს იმის შენარჩუნებაზე ზრუნავს, რაც მათ შექმნეს, ანუ დესპოტურ რეჟიმზე დამყარებული წესრიგი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ფარისეულობა და მეტი არაფერი. საინტერესო კი ის გახლავთ, რომ მიუხედავად სამოქალაქო მარწესრიგში ასეთი საფრთხეების გაჩენისა, მთავრობას არანაირი იურიდიული ბერკეტი არ გააჩნია, რათა პრეზიდენტის ბრძანებულება და აქტის მოქმედება შეაჩეროს. ისე კი მთავრობაში მხოლოდ იმედოვნებან, რომ საზოგადოებრივ წესრიგს ძალოვანი უწყებები თავიანთი აქტიური მოქმედებით შეინარჩუნებენ და რეალურად ამ მხრივ საზოგადოებას სერიოზული საფრთხეები არ ელოდება. ხოლო იმ პირებს, ვინც პრეზიდენტის აქტის საფუძველზე გათავისუფლდა, მთავრობა გარანტიას აძლევს, რომ დანაშაულების განმეორებითი ჩადენის შემთხვევაში ისინი სასჯელახსრულების უწყებას უკან გარანტირებულად მიუბრუნდებიან.
მადლობთ ბექა პრეზიდენტის მიერ შეწყალებული დამნაშავეები ბექა ბარამიძე საუბრობდა თემაზე პირდაპირ ეთერში.